აფხაზეთის და ცხინვალის საკითხის გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის ამოგდებით და გვერდზე გაწევით მოხდება ოდესმე. მითხარ, მართლა მითხარ და გულწრფელად. იმას თუ ჩვენ ვაღიარებთ, რუსეთს აღიარებს, რომ ის არის მხარი ამ კონფლიქტში. არა, შენ ახლა ნუ მიზუსტებ რა, ეგ ტექნიკის საკითხებია. აფხაზეთის და ცხინვალის ანუ ოკუპაცია კი ამ რუსეთს უახლოესი 6 წელი ისევ პრეზიდენტი ეყოლება ვლადიმერ პუტინი. ხო? დიახ. ხო. ესე იგი, რუსეთი ამ 6 წელიწადში უახლოეს 6 წელიწადში საბოლოოდ გადაწყდება აფხაზეთის და ცხინვალის ბედი, მე ასე მგონია, დაბრუნდება ის თუ არა ერთიან საქართველოში თუ დარჩება ცალკე. ეს დიდხანს აღარ გაძლევს უკვე ეს საკითხი, ეს ჩამოკიდებული აღარ იქნება, ხო? მოლაპარაკება რომ უნდა ვაწარმოოთ ჩვენ რუსეთთან, მე მგონი მეთანხმები, ხო? ამ საკითხს ერთი წუთი ვანო რა. ახლა შენ გამეცი პასუხ, როლები შეიცვალა. მოლაპარაკება, ანუ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, რუსეთის ჩართულობას ჩვენ ვეფერს ვერ უშვებით. ვინც ამის წინააღმდეგი ხართ, რომ პუტინს როგორ შეიძლება დაველაპარაკოთ? აბა ვის უნდა დაელაპარაკოთ? ინდონეზიის პრეზიდენტს? ნერვიულობთ ის ადამიანები, რომლებსაც არ მოგწონთ, რომ ბურჯანაძე პუტინს შეხვდა და ამის საპირისპიროს და ამის სანაცვლოს ვერაფერს ვერ თავაზობთ. გარდა იმისა, რომ ჰიპოთეტური ვარიანტი, რომ რუსეთი დაიშლება ოდესმე და რუსეთი თუ დაიშლება, აფხაზეთი და ცხინვალი შენ რატო დაგიბრუნდება ერთი მითხარე? ამიტომ რუსეთის დაშლის ლოდინს დაანებეთ ქართველებმა თავი, არ დაიშლება რუსეთი. და თუ დაიშლება, იქნება კატასტროფა და მათ შორის ჩვენთვისაც. რუსეთის დაშლა კი არ არის ჩვენი ამოცანა, რუსეთის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა არის საჭირო და მოაქცევენ როგორც ჩანს, იმედი მაქვს. ნუ ინაზებით და დაანებეთ ინტერნეტ არაგველობას თავი. და ინტერნეტ ვაშკაცობას თავი. თუ არა და შემომთავაზეთ უკეთესი. კარგი, თავს და გამოსავალი შემომთავაზეთ. ახლა ის არ მითხრათ, რომ ტრამპი დადებს ბეჭებზე რუსეთს და ამერიკის ფლოტი შემოვა საქართველოში და ეს გავიარეთ 2008 წელში. 2008 წელი იყო დიაგნოზი ჩვენთვის. ისეთი არნახული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების არნახული მხარდაჭერა, როგორც მაშინ საქართველოს ჰქონდა, მე მგონი ეს არ გამეორდა. ვერაფერი ვერ ქნეს.